Super Blitzi. ბატონო გედი. ეხ ბატონო წამოვა. კოკა. ყოველთვის წყალს არ მოიტანს ბატონო გედი. მართალია, მაგრამ როცა გუნდში ყავს გიორგი ბაქრაძე, სხვა არჩევანის გაკეთება დრო ის კოკა არა, ის გიორგი. არ არის სწორი, შესაბამისად Super Blitz-ის მოთამაშეს დაასახელებს გედეონ ფოფხაძე. Super Blitz-ის სათამაშოდ ყველასათვის მოულოდნელად რჩება გიორგი ბაქრაძე. გიორგი ბაქრაძის წინააღმდეგ Super Blitz ითამაშებს თეა ჭუმბურიძე, მასწავლებელი წყალტუბოდან, იგი წყალტუბოს ინტელექტ კლუბის და წყალტუბოს ნაკრების წევრია სხვათა შორის რასად როდში. ბატონო გიორგი. დიახ ბატონო. სად ხართ? ყურადღება მონიტორზე. გეცნობათ ალბათ ეს სურათი, ხო? არნოლდ ფინის ვისი? არნოლდ ფინის ვისი სურათია ეს? ავტორი. ვან დეიკის, ვან ეიკის. ჩვენ წინაშეა მე-15 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის იან ვან ეიკის სურათი არნოლდ ფინების ოჯახი. რომელშიც მრავლადაა სიმბოლოები, ხო? გახსოვთ. ყურადღება შეკითხო პირველი. 20 წამის შემდეგ ბატონო გიორგი მაჩვენეთ დეტალი, რომელიც წარმოადგენს ერთგულების სიმბოლოს დრო. გისმენთ? ძაღლი, რამდენიც მეახსოვს ყველა გვაჩვენეთ, აი სურათი აიღეთ და გვაჩვენეთ. ძაღლი? დიახ. ეს სწორი პასუხია. შეკითხვა მეორე. ბატონ გიორგი, 20 წამის შემდეგ მაჩვენეთ დეტალი, რომელიც მიანიშნებს არნოლდ ფინების ოჯახის სიმდიდრეზე დრო. გისმენთ? ძალიან რთული ასარჩევია. რო გაიგებთ პასუხს, აღმოჩნდება რომ არც ისე. შესაძლებელია. მე მაინც ვფიქრებ, რომ ეს არის ჭაღი. რატომ? იმიტომ რომ ბევრი სანთელი ეტევა ამ ჭაღზე და სანთელი საკმაოდ ძვირი იყო იმ პერიოდში. გახსოვთ ასეთ შეკითხვა იყო 3-4 წლის ამ სურათზე ფრუიდის ექსული თამაშობდა ჩამქრალი სანთელი სიმბოლიზმს ახდენდა რომ უკვე გარდაიცვალა ქალბატონი. ესეთი ფანტაზიის მქონე კაცი იყო ვანეიკი ყველაფერში ბევრს მოსდებდა. სიმდიდრის მატერიალური კეთილდღე ოჯახის მატერიალური კეთილდღეობის სიმბოლოს წარმოადგენს მე მგონი ჭაღი. ჭაღი? მე მგონი კი. მიღებული ყურადღება სწორი პასუხი. ქალბატონო ია. სად არის ჩვენი სახვითი ხელოვნების უბადლო მცოდნე? გაგვიქნით დავით ეს სწორი პასუხი. დასვენებული არა ვარ, მე მგონი სარკე უფრო. მე მგონი რა? სარკე უფრო კარგი. სარკე? ყურადღება სწორი პასუხი. მე-15 საუკუნის ნიდერლანდებში ეს სცენარი ძალზე იშვიათი იყო. ესა და ძალზე ძვირი ღირდა. სწორედ ციტრუსები, რომლებიც გამოსახული არიან სურათზე, ასახავენ არნოლდ ფინების ოჯახის სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას. იშვიათი ძვირად ღირებული ხილი იყო პორტოხალი და ლიმონი. იმ დროს ევროპაში. ანგარში გათანაბრდა. გახდა 5-5. თეა ჭუმბურიძე წყალტუბოში მიიღებს 500 ლარს VTB ბანკისგან.